ეს რაც შეიძლება შრამშრალად ეწყობა რომ ალაგ-ალაგ შეიძლება კედლის გამყარებისთვის შეიძლება აქ-იქ ბეტონის პატარა ნაწილები გამოიყენა რომ გადარჩეს რა ზოგიერთი კედელი და დანარჩენი სულ მშრალად და სად ვართ ახლა? არჭილოში. ავეთ არჭილოში ხევსურეთის მშვენიერ სახელი გვარი ზვიადაური მამუკა. ზვიადაურების სოფელი არჭი. ზვიადაურის მხოლოდ და მხოლოდ ზვიადაურების. ოღონდ არდოტიდან რა თქმა უნდა და არდოტიდან მე მშვიდობიანობის პერიოდში ანდაქში და არჭილოში მოხდა ესე იგი ამოწევა რა, ესე იგი მიგრაცია და დასახლდნენ ადამიანები, ხნავდნენ, თესავდნენ, ცხოველებს უვლიდნენ, ცხოვრობდნენ, ბრალდებოდნენ. მერე კომუნისტურმა ეპოქამ მოუსწრო და კომუნისტურ ეპოქამ მთლიანად ამოძირკვა და დაშალა ეს ხალხი და ჯიშ და ჯილაგიანად კინაღამ გადააშენა და ასე შემდეგ. იწყება რა ცხოვრება, მაინც გრძელდება როგორღაცა და რამდენი ოჯახი ცხოვრობს ახლა არჭილოში? ახლა არჭილოში ორნი ცხოვრობთ, რამე და ამირანი და ზამთარში ვერ რჩებით ეს. ზამთარში შეუძლებელია სრულიად უფუნქციონალი, ყინავს, მიწაც იყინება, აქამდე მზეს საერთოდ არ ჩამოდის აქ და პანელები ენერგიას ვერ იღებს და უფუნქციობა არის, სრული უფუნქციობა და არანაირი არც პერსპექტივა სახლები არის ისეთ ადგილზე რომ მზე არ მოდის დაახლოებით 3 თვის განმავლობაში. ეს ამ ადგილას ახსაჩვენოთ აქ რამდენი ოჯახის ნაცხოვრები არის? აქ ამ ადგილზე რამდენი ოჯახის ამ დაახლოებით ცხოვრებელი? აქ მთლიანი ოჯახი ცხოვრობდა, დედა, მამა, ბებო, პაპა, აი დაახლოებით 200 კვადრატული სივრცეში, 200 კვადრატულ სივრცეში ცხოვრობდა. კარგად დროებით, აბა. ოდა, აქ ცხოვრობდა დაახლოებით რამდენი და 1-2-3 თაობა. რამდენიმე თაობა ცხოვრობდა რა. ოდა, აბა მაშინ ფული და კეთილდღეობის არანაირი შესაძლებლობა და საშუალება იმ ადამიანებს არ ქონდათ და მარტო გადარჩენაზე ფიქრობდნენ და მეურნეობის გადარჩენაზე, ცოცხალი მეურნეობის გადარჩენაზე ფიქრობდნენ და იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ცხოვრების და ძროხების გადარჩენა, რომ შეკითხვითაც კი ერთმანეთს მოიკითხავდნენ, ცხვარსაკვანი ხო არაფერი გიზარავა თუ ასე ეკითხებოდნენ. ერთმანეთს კი არ მოიკითხავდნენ. იმდენად მნიშვნელოვანი იყო გადარჩენისთვის, ადამიანის ცოცხლისთვის, ცოცხალი მეურნეობის გადარჩენა. აი სულ წლიდან წლამდე მთელი სეზონები იმაზე იყო ორიენტირებული ადამიანი, რომ როგორმე გადაერჩინა, თავი გაეტანა და ამიტომ ვიწრო ცხოვრობდნენ, ძალიან ვიწროდ, მაგრამ როგორ ცხოვრობდნენ. ეხლა მთელი ეს სარემონტო სამუშაოები არის შენზე. კი, ამას თლიანად ვაკეთებ და უკვე 6 წელი არის და დაახლოებით 2 წელიწადში აქ უკვე კომფორტული გარემო იქნება. საბოლოო მიზანი რა არის, გინდა რომ? საბოლოო მიზანი ჯერ ჯერ კეთილმოწყობა მოხდეს და მერე ფუნქციის მიცემა უკვე ძალიან ადვილი იქნება. შეიძლება ეს რაღაც გარკვეულწილად ტურისტული მიმართულებითაც კი იყოს, მაგრამ არა ტრადიციული ტურისტული სახე არ ექნება ნამდვილად. ეს ჩემი განწყობით ესე უნდა იყოს, რომ ტრადიციული ტურისტული სახე ამას ნამდვილად არ ექნება და ნახოთ. უბრალოდ კეთილმოწყობა მოხდეს და მერე ჩვენ ხავართ პირიქით ხევსურეთში, საზღვრისპირა რეგიონში. საზღვრისპირა რეგიონი არის კი ეს და უშუალოდ ჩეჩნეთს რო ესაზღვრებოდეს ესე არ ვართ. მცირე მონაკვეთი გვაქვს ჩვენ აი საზღვრამდე დაახლოებით 2 კილომეტრი, რომ ზუსტად მიჯნაზე მივიდეთ ჩეჩნეთს. 2 კილომეტრია საზღვარი. დაახლოებით აი ჩვენი არჭილოს ტერიტორიიდან უკვე მთის ქედის გასწვრივ აწონთის უღელტეხილის იქით უკვე ჩეჩნეთის საზღვარია. ამ საქმიანობაში აფროცილობ გამაგრებას და რაღაცა სიცოცხლის შენარჩუნებას ამ სოფელში. დახმარება თუ აქვს რამე ვინმესგან, თავრობისგან, არამთავრობისგან, თუ რამე ხდება ისეთი რაც ხელს გიწყობს ამ საქმეში. თავრობა არ მგონი არსებობდეს საერთოდ და ხელისუფლება რაც არის, თავრობა ხო გულისხმობს იმას, რომ ის ხელისუფლება
მთავრობა არის არჩეული ადამიანებისგან. არჩეული მთავრობა ჩვენ არ ყავს და ბუნებრივია რომ არც რაიმე ყურადღება არ არსებობს. უბრალოდ მე მგონი ის რუკაზე მონიშნული ეს მხარეც კი არ ეციან მგონი იმ წარმომადგენელმა ამ ადგილობრივი ხელისუფლებისა და რეგიონულიც და ცენტრალური ხო ლაპარაკი ზედმეტია და არანაირი ხელშეწყობა უბრალოდ აქ ჩვენ გვაქვს სამოქალაქო მხარდაჭერა ძალიან სერიოზული არის საკმაოდ მაღალი არის გვაქვს მთისამების მხარდაჭერა რომელიც სხვადასხვა სახის ყურადღებას მხარდაჭერას და ინიციატივებს ახორციელებს და გვაქვს აგერ მზის ენერგია გვაქვს მზის ენერგიაზე დენი გვაქვს ტექნიკის მუშაობის საშუალება გვაქვს და ცხოვრების კეთილდღეობის გაუმჯობესებაც ხდება ამ კუთხით. თავარი პრობლემა რა არის, რაც შეუძლია ხელისუფლებამ მოგიგვაროს, რომ აქ გაგიმარტივდეს ეს საქმიანობა საკეთებ და მიზანს უფრო მარტივ ხელისუფლებამ რომ გაამარტივოს, ყველაზე მარტივი არის თუნდაც აი გზის საკითხის მოგვარება. ერთ-ერთი გზა თითქოს მოდის აქამდე. გზა თითქოს მოდის, მაგრამ ისე არ მოდის, რომ აი ტრაქტორს ერთხელ გამოუშვებენ, ეს ჩვენი ოფიციალური 10000 ლარი ერთ დღის განმავლობაში დაიხარჯება და შემდეგ დინარეს კიდევ სოფლის დახმარების ფულით კეთდება ეს ტრაქტორის გამოვლა. სოფლის ოფიციალური 10000 ლარი, რომელიც ყოველწლიურად ბიუჯეტიდან ირიცხება მრავალი წლის განმავლობაში და მთელ საქართველოში ვასახდებ. მაგის იქეთ დამატებით ახალი ხარჯება გზის გაკეთებას. არაფერი და ყურადღება საერთოდ არა ეხლა რომ განცხადებას რომ ვაკეთებთ რომ თქვა გზის კორექტირება მჭირდება რომ სახლში მივიდეთ ცოტა მარტივად და ისეთი ავტომობილით რომელიც საშუალოდ მაღალი გამოვლობის რო არის. არა, ყურადღება საერთოდ არ არსებობს. მე 4-4-ზე გამოვლობს მანქანით მოვიდიოდი, მაგრამ აქამდე მოსვლა ვერ მოახერხე, იმიტომ რომ დინარეზე ვერ გადმოვედი. საკმაოდ ძლიერი მანქანა მაქვს და ორჯერ გავიჭედე. დინარეში. რეალურად ხიდი არ არის. ხიდი არ არის საჭირო, ჩვენ გვინდა ცოტა კორექტირება გზის, რომ უფრო მარტივად მოვიდეს. დაახლოებით 3 დღიანი სამუშაო არის ტრაქტორისთვის. აქ ნახე რომ აქვს საქართველოს და ევროკავშირის დროშები. კი. ეს ნამდვილად ასე არის. დას ნიშნავს რატო? ეს წარმატებული და ბედნიერი ხალხის დროშა, ვინც მშვიდობა იციან და კეთილდღეობის ფასი იციან, მათი და ზუსტად ევროპა ჩვენთან აუცილებლად მოვა და ის კეთილდღეობაც, ვინც ეს დროშა, ჩვენი საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ვინც მოგცა, ისეთ დიდებას დაუბრუნდება საქართველოს აუცილებლად. აქ ხშირად საკმაოდ ბევრი ტურისტი მოძრაობს ამ ტერიტორიაზე. ბევრი ტურისტი არა. ბევრი ტურისტი გადმოდიან ხოლმე, თო ამ გზაზე არა, შემთხვევით დედაქალაქის მხრიდან თუ ამოვლენ ვიზიტორები, ეგ არის რა, შემთხვევით თუ მოხდებიან და დანარჩენი ახლა ცოტა გზის პრობლემა არის და მაგიტომაც ალბათ ერიდებიან. ტუროპერატორებიც ალბათ ვიზიტორები იმიტომ არ მოხავთ, რომ ნაკლებად მომგებიანი არის ხარჯებთან დაკავშირებით და დაბალ ბიუჯეტიანი ადამიანები მოდიან უფრო მეტად და უფრო მეტად კიდე ძირითადად აქ მოდის საქართველოს სიყვარულით გულანთებული მართლა მაგარი ადამიანები და აი ის ზუსტად ის ადამიანები არიან აქ ვინც ძირითადად არიან რუსთაველზე როდგანან და საქართველოს დამოუკიდებლობას დღეს რო იცავენ აი ძირითადად ეს ადამიანები არიან და არიან ყოველთვის აი ევროკავშირის და ნატოს მომხრეები რო არიან ზუსტად აი ამ თემაზე მაქვს ხოლმე ყოველთვის ლაპარაკი და დავსწრებით თვითონში გაღვინოსაც დავლევთ ყავასაც დავლევთ საუბრობთ ზუსტად ამ თემაზე და აი ამ ოპტიმიზმით ვატარებთ დროს აი ამ იშვიათ ადამიანებთან სტუმრებს ესე იგი ჯერჯერობით აღებულობთ ტურის არა სტუმრებს არა თუ ჩამოვლენ ესეთი ხალხი და სანახავად და გასაცნობად ჩემ მეგობრები თუ მოდიან გასაგებია და თუ აი ესეთი კარგი ვიზიტორი მოვა ენთუზიასტი ადამიანები თუ მოვლენ სიამოვნებით ეს სახლი სწორედ ასეთი ადამიანებისთვის არის ვინც ენთუზიასტები არიან ძირითადად იმისთვის იქნება ეს სივრცე და ბოლოს არჭილოდან რას უსურვებდი დანარჩენ საქართველოს არჭილოდან რას უსურვებდა არჭილოში მაქვს აი ეს ორი შესანიშნავი დროშა და აი ამ დროშებით ამაყად სიარულს უსურვებდი და ზუსტად იმ გაერთიანებაში შესვლას
და იმ ხელისუფლების საბოლოო მოშორებას, რომელიც დღეს გჭამს და არ გვიშვებს სწორედ იმ კეთილდღეობისკენ, რომელსაც აი ეს დროშა გვირდება ჩვენ. დიდი მადლობა ბედნიერად წარმატებების საქმიანობაში და მართლა ხელმაგიმართეს. შენაც მეტმა ხელმაგიმართასა და მშვიდობა მაგცას.